მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 8. ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და გვეკითხებიან რის იტოლია გადაადგილების გეგმილი დროის 0.7 წამს შუალედში. კარგით, მოდით ახლა ასე მოვიქცეთ. დავუშვათ, ავიღოთ ახლა ჩვენ x ღერძი, ეს იყოს x ღერძი, მიმართოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ და პირობითად დავუშვათ, რომ დროის საწყის მომენტში ეს ჩვენი სხეული ყოფებოდა 0 წერტილში ან 0 წერტილში კოორდინატთა სათავეში და ახლა თუ ნახას დავაკვირდებით, აი იქ არის 1 წამის შესაბამისი წერტილი, აი იქ 3-ია, მოდი დავაწეროთ ესენი, 4, 5 არის აქ, 3, 4, 5, 6 არის აქ და ახლა დავაკვირდეთ ახლა ამ ნახას. გამომდინარე იქიდან, რომ 0-1 წამს შუალედში ეს ჩვენ Vx-ის დამოკიდებულება ტეზე არის მოდვივე ხასიათის და შესაბამისად ამასთან ჩვენ გადაადგილებას კონკრეტული დროის შუალედში ვიჩვენებთ სწორედ დამოკიდებულების გრაფიკის ქვეშ მოქცეული ფიგურის ფართობის შესაბამისად 0-დან 1 წამს შუალედში ეს ჩვენი სხეული გაივლიდა აი ამ მართკუთხა ხედის ფართობის ტოლ მანძილს შესაბამისად ამასთან რადგანაც 0-დან 1 წამს შუალედში სიჩქარე დადებითი არის ეს სხეული ამავე დროს იმოძრავებდა x ღერძის გასწვრივ და გაივლიდა რამდენს, ესე იგი ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი არის სიგანი არის 1, სიმაღლე არის 1, შესაბამისად ფართობი იქნება 1-ის ტოლი. ამიტომ მოდი აქ მოვნიშნოთ, ესე იგი თავიდან იყო ამ წერტილში და გაიადგილდა 1 მეტრს, ასე 1 მეტრი გაუვლია და მოვიდოდა აი ამ წერტილში, ხო? ეს არის ტეუდრის 1 წამის შესაბამისი წერტილი აქ მოვიდა. შემდეგ გავაგრძელოთ პროცესი. შემდეგ უკვე შევხედოთ რა ხდება. შემდეგ 1 წამიდან 2 წამამდე უკვე აი მართკუთხა სამკუთხედის ტოლ ფართობის ტოლ მანძილს გაივლიდა. ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი კიდე ტოლი არის, ფუძე არის 1, სიმაღლეც 1, 1 ჯერ 1-ის ნახევარი გამოგდის 1/2, 0.5. ესე იგი კიდე მარჯვნივ უმოძრავია ამ ჩვენ სხეულს. ასე წასულა, ნახევარი მეტრი გაუვლია, 0.5 მეტრი და მოსულა აი ამ წერტილში ტეუდრის 2 წამში. შემდეგ გამომდინარე იქიდან, რომ 2 წამ მომენტში სხეულის სიჩქარის x-ბენელი 0 უხდება და შემდეგ 2 წამიდან 5 წამამდე სიჩქარის x-ბენელი უარყოფითი არის, შესაბამისად ეს მეორე წერტილი წარმოადგენს შემოbrunების წერტილს, შემოbrunდებოდა ეს ჩვენი სხეული და მოძრაობას გააგრძელებდა უკვე x ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით. შემდეგ 2 წამიდან 3 წამს შუალედში ანალოგიურად გაივლიდა აი ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობის ტოლ მანძილს, ესეც არის როგორც ხედავთ 1/2, ანუ ისევ აი აქ დაბრუნებულა, უკან წამოსულა, ხო? აი ასე. აი აქ მოსულა. ეს არის ისევ 0.5 მეტრი, ანუ აი ეს წერტილი ისევ ტეუდრის 3 წამს შუალედს შეესაბამება. შემდეგ 3 წამიდან 5 წამამდე რა უქნია, გაივლიდა აი ამ მანძილს. ესე იგი ჩვენ რა გვექნება ამ შემთხვევაში? ამ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი იქნება ფუძე არის 2, სიმაღლე 1, 2 ჯერ 1-ის ნახევარი, კი ბატონო, 1-ია, 1 მეტრით კიდე წამოსულა, ესე იგი მარცხნივ 1 მეტრი მოვიდოდა აი ამ წერტილში, ხო? ესე იგი ეს არის ტეუდრის 0 წერტილის შესაბამისი და ტეუდრის 5 წამის შესაბამისი წერტილი და შემდეგ 5 წამიდან 7 წამამდე გაივლიდა უკვე აი ამ მანძილს. ეს იქნება 2 ჯერ 1-ის ნახევარი, 1 მეტრი გაუვლია კიდე მარჯვნივ, აი ასე 1 მეტრით წამოსულა. ეს არის 1 მეტრი და მოვიდოდა აი ამ წერტილში. ეს არის უკვე ტეუდრის 7 წამის შესაბამისი წერტილი. და ახლა გადაადგილება რა იქნება? გადაადგილება წარმოადგენს მიმართულ მონაკვეთს, რომელიც საწყის მდებარეობას აერთებს საბოლოო მდებარეობასთან. საწყის მომენტში სხეული ყოფებოდა აი ამ წერტილში და 7 წამის შემდეგ აღმოჩნდა აი ამ წერტილში. შესაბამისად გადაადგილება იქნება აი ეს ვექტორი. და გეგმილი კიდე რა იქნება? ამის სიგრძე, ხო? აქედან აი აქამდე სიგრძე კიდე როგორც ხედავთ 1 მეტრი არის. შესაბამისად ეს ის გეგმილი გამოგდის 1 მეტრის ტოლი. შესაბამისად პასუხი იქნება G.